გელათის სამონასტრო კომპლექსში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. კედლის მხატვრობის კონსერვაციის მიმართულებით ფართო მასშტაბიანი ღონისძიებები ხორციელდება. ადგილზე იმყოფება გელათის მოზაიკის კომპოზიციის კონსერვაციის ხელმძღვანელი რობერტო ნარდი სამუშაო ჯგუფთან ერთად. რობერტო ნარდი ახორციელებს გელათის მოზაიკის პრევენციულ კონსერვაციას. როგორც მან განმარტა, დამცავი და დამჭერი კონსტრუქციების დაყენებამდე აუცილებელია ყველა მოზაიკის კენჭის გამაგრება და გამყარება. მიმდინარე სამუშაოებიც სწორედ ამას ითვალისწინებს. აღნიშნული პრევენციული პროგრამა და დამცავი ბადის დაყენება 2026 წლის აპრილში დასრულდება. მიმდინარე სამუშაოებში მონაწილეობენ გელათის ღვთისმშობლის შობის ტაძრის კედლის მხატვრობის კონსერვაციის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელები სტივენ რიკერბი და ლიზა შეკედე. საერთაშორისო ექსპერტები აქტიურად აკვირდებიან სამუშაო პროცესს, ახორციელებენ მრავალმხრივ კვლევებს და ატარებენ საკონსერვაციო სამუშაოებს. მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ კულტურის მინისტრის მოადგილე თეიმურაზ გამცემლიძე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე ნუგზარ ჩხეიძე. სამონასტრო კომპლექსში მუდმივად ადგილზე იმყოფებიან გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტის წევრები. როგორც მოგეხსენებათ, მის უწმიდესობის ლოცვა-კურთხევით შეიქმნა გელათის რეაბილიტაციის დროებითი კომიტეტი, რომელსაც თავმჯდომარეობს და ხელმძღვანელობს საქართველოს საპატრიარქოს ტახტის მოსაყდრე მიტროპოლიტი მეუფე-შიო. და ასევე ჩვენ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტი მჭიდრო კავშირში ვართ სახელმწიფოსთან და მათთან ერთად ვახორციელებთ გელათის რეაბილიტაციის პროცესს. დღეს ჩამოყალიბებულები იყვნენ გელათში და მოინახულეს კულტურის მინისტრის მოადგილე ბატონი თამაზ გამცემლიძე და საქართველოს ძირითადაცვის სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილე ბატონი ნუგზარ ხეიძე. მათ ადგილზე დაათვალიერეს რეაბილიტაციის პროცესი. ჩვენი მხრიდან მოხდა მათ მიმართ სრულად ინფორმირება განხორციელებული და მიმდინარე სამუშაოების შესახებ და ამავე დროს მათ ადგილზე ნახეს მუშაობა ბატონი რობერტო ნარდის მოზაიკის პრევენციული კონსერვაციისა და მხატვრობის ჯგუფის და მათი ხელმძღვანელების ბატონი სტივენ და ბატონი ლიზას. დღესდღეობით ჩამოყალიბებული არის ბატონი რობერტო ნარდი, რომელიც ახორციელებს გელათის მოზაიკის პრევენციულ კონსერვაციას და ეს კონსერვაცია მოიაზრებს, რომ ვიდრე ბატონი რობერტო მოზაიკის მიმართ დააყენებს დამცავ დამჭერ კონსტრუქციას, მანამდე მოახდინოს ყველა მოზაიკის კენჭის გამაგრება და დამყარება. 2026 წლის აპრილის თვემდე დამთავრდება ეს პრევენციული მოზაიკის პროგრამა აი ამ დამცავი დამჭერი ბადის დაყენებით. დავათვალიერეთ სამუშაოები, უდიდესი საქმეა გაკეთებული და კიდევ ერთხელ დავარწმუნდით, რომ ეკლესიის დარგის სპეციალისტების, როგორც ქართველების, ასე უცხოელების და სახელმწიფოს ჩართვა სამუშაოებში ერთობლივ პროცესში ეს იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ უნიკალური საქმე კეთდება როგორც გელათისთვის, ისე ზოგადად ქვეყნისთვის, უნიკალური პრაქტიკა ინერგება, სწორად მუშაობის. ძალიან კარგი ნაზავი გამოდის როგორც ქართველი სპეციალისტების, ასე უცხოელების თავიანთი ცოდნის ერთმანეთში გაზიარების და მეთოდი ინერგება, პროტოკოლი კეთდება სწორედ მუშაობის მატერიალური მემკვიდრეობის ძეგლებზე, რომელსაც გამოვიყენებთ როგორც გელათის შემთხვევაში, ასე სხვა ტაძრებზე საქართველოს მასშტაბით. გელათში სამუშაოები მიმდინარეობს უწყვეტად, ეს ეხება როგორც სხვადასხვა მიმართულებებს, ასევე ფორმებსაც არის როგორც არქიტექტურის მიმართულებით მუშაობა, არის მუშაობა კვლევა და არის ინტერვენციაც. ასე რომ თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს მთავარი საფრთხეები გადალახულია და მიმდინარეობს გეგმიური სამუშაოები და იმედია, რომ საზოგადოება ძალიან მალე ნახავს კიდევ უფრო მნიშვნელოვან შედეგებს.
გელათში ჯგუფთან ერთად ჩამოვედი. სამუშაო ჯგუფში არის 5 რესტავრატორი და 4 ინჟინერი. საჭიროა საყრდენი კარკასის აგება, რომელიც უზრუნველყოფს მოზაიკის დაცვას იქამდე, სანამ არქიტექტორები სახურავის აღდგენაზე მუშაობენ. ამ მიზნით ვგეგმავთ ლითონის საყრდენი კარკასის დამონტაჟებას, რომელიც სახურავზე სამუშაოების მიმდინარეობისას მოზაიკას დაიცავს. სახურავის რესტავრაციის დასრულების შემდეგ კი მოხდება კარკასის დემონტაჟი და დაიწყება მოზაიკის სრული კონსერვაცია. ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ. ქართული გუნდი მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს ფრესკების სტაბილიზაციისთვის. ეს ჩვენი უპირველესი ამოცანაა და მიმართულებით პროგრესი გვაქვს. სტაბილიზაციის პირველი ეტაპი თითქმის დასრულებულია. ჩვენი ამოცანაა არა მხოლოდ აღდგენითი სამუშაოების ჩატარება, არამედ პრობლემების გააზრება და მათი გადაჭრაც. ჩვენ მუშაობთ ახალ მიმართულებებზეც, როგორიც არის დასავლეთ მკლავში ჩვენამდე განხორციელებული საკონსერვაციო სამუშაოების დროს გამოყენებული დამაზიანებელი და არათავსებადი მასალების ამოტუმბვაზე და ასევე ამავე მხატვრობის დაზიანებული ნაწილების გამაგრებაზე. ამრიგად ჩვენ მუდმივად ვაფართოებთ სამუშაოს მასშტაბებს და უკვე გვაქვს მნიშვნელოვანი შედეგები ფრესკების შენარჩუნების კუთხით. კომპანია თბილისი ენერჯის ინფორმაციით გასული 9 თვის განმავლობაში დედაქალაქში ბუნებრივი აერის მოხმარების წესების 5000-მდე დარღვევა დაფიქსირდა. შემოწმებისას აღმოჩენილია თვითნებურად დამონტაჟებული და ღია წვის კამერიანი გაზის დანადგარები. როგორც კომპანია თბილისი ენერჯის გაზსადენების ტექნიკური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა დავით ბალავაძემ განაცხადა, შემოწმების შედეგად ბოლო 9 თვის მანძილზე 40 სავალალო შემთხვევა თავიდან იქნა აცილებული. მან მოსახლეობისთვის გარკვეული რეკომენდაცია გასცა და მოუწოდა მოქალაქეებს დანადგარების შემოწმების მიზნით ცხელხაზზე დარეკონ. აღმოჩენილი დარღვევები, სხვადასხვა კატეგორიებად შეიძლება დავყოთ. მათ შორის იყო ღია კამერიანი გაზის დანადგარების მონტაჟი, რაც სიცოცხლისთვის საშიშია. ასევე იყო შიდა ქსელის გაუმართავობა, რაც შეიძლება ითქვას, რომ საწინდარია შემდგომი ხანძრის ან აფეთქების და კუსტაურად დამონტაჟებული გაზის დანადგარის აღმოჩენა. აქვე მინდა გითხრათ, რა რეკომენდაციებით შეიძლება ჩვენ მივცეთ ჩვენ მომხმარებლებს. პირველი არის, რომ უნდა გამოურიცხოთ ჩვენ ფარჩი რომ არ არის დამონტაჟებული ღია კამერიანი გაზის დანადგარი. მეორე, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ სახლში არსებული გაზის შიდა ქსელი არის სწორად გაყვანილი და უსაფრთხოც. და მესამე შეიძლება ითქვას, რომ არ უნდა დავტოვოთ ანთებული გაზის ხელსაწყოები უყურადღებოთ. თუ მაგალითად მე გაზის სუნს გრძნობ სახლში, ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა დავრეკო 114-ზე. ეს არის სწრაფი რეაგირების სამსახური და ამ შემთხვევაში ადგილზე მისვლა ხდება სწრაფად. მაგრამ თუ გაზის სუნს არ გრძნობ, უბრალოდ რაიმე ტიპის მომსახურება მჭირდება, ტექნიკური ხარისხის შემოწმება, ამ შემთხვევაში უნდა დავრეკოთ 2-40-40-04, დავაფიქსიროთ ჩვენი მოთხოვნა. შემდგომ ჩვენი სპეციალისტები დაუკავშირდებიან აბონენტს, შეუთანხმდებიან დროზე და შემდგომ მოხდება ადგილზე გადამოწმება. უსტანულად დამონტაჟებულმა მოწყობილობებმა შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის მოწამვლა, ხანძარი, აფეთქება. ერთ-ერთი საშიში არის, თვითნებურად გაზის დანადგარის მონტაჟი. ვინაიდან მაგალითად არ შეიძლება დახურულ სივრცეში გაზის დანადგარის დამონტაჟება და იქ მოხმარება. თუ ჩვენ გაზქურას მოვიხმართ, გაზქურას აუცილებლად სჭირდება, რომ მას ჰქონდეს გასანიავებელი სარკმელი და დღის განმავლობაში ხშირად ხდებოდეს ჰაერის შემოსვლა. თუ ამონტაჟებთ გაზის წყლის გამაცხელებელს ან გამათბობელს, ამასაც თავისი სტანდარტები აქვს. ღია კამერიანი არ უნდა იყოს საცხოვრებელ ფარჩი, თუმცა შეიძლება იყოს აივანზე ან ცალკე სათავსოში. არაფრის დიდებით არ შეიძლება სველ წერტილში რაიმე გაზის ხელსაწყო დანადგარის დამონტაჟება. ნიადაგი ურბანულ ქალაქებში. ამ სახელწოდების ფოტოკონკურსი გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერი ასაკისა და პროფესიის ადამიანს. ნამუშევრების მიღება უკვე დაწყებულია. პროექტს გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ახორციელებს. ორგანიზატორთა განმარტებით კონკურსის მიზანია ნიადაგის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, ახალგაზრდების ჩართულობის წახალისება და ვიზუალური მასალის შექმნა, რომელიც გამოყენებული იქნება საინფორმაციო კამპანიებსა და ღონისძიებებში. განაცხადების მიღება 21 ნოემბერს დასრულდება. გამარჯვებული კი 5 დეკემბერს გამოვლინდება.
გაეროს 68-ვე ასამბლეაზე 2013 წლიდან დაწესდა ნიადაგის მსოფლიო დღე, რომელსაც აღნიშნავთ, რა თქმა უნდა, საქართველოში და ჩვენი ინსტიტუცია, სამინისტრო და მათ შორის ჩვენი ცენტრიც ყოველთვის აქტიურად არის ჩაბმული ამ მნიშვნელოვანი ღონისძიების აღნიშვნაში. ამ მიზნით ჩვენ დავაწესეთ ფოტოკონკურსი, რომელშიც მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. თემა, რა თქმა უნდა იყოს ნიადაგთან დაკავშირებული. ყოველწლიურად გინდება სლოგანი 5 დეკემბერთან დაკავშირებით და წლევანდელი სლოგანი არის ნიადაგი ურბანულ ქალაქებში. რეგისტრაცია, ფოტოების მიღება და სხვა სააპლიკაციო დოკუმენტაციის მიღება ხდება 3 ნოემბრიდან 21 ნოემბრის ჩათვლით ჩვენს ცენტრში. დეტალური ინფორმაცია არის განთავსებული ჩვენს ვებგვერდზე და რაც მთავარია, ნომინაციაში გამარჯვებულ პირებს გადაეცემათ აკადემიკოს თენგიზ ურუშაძის საპატიო სიგელი. ნიადაგის დღესთან დაკავშირებით ფოტოკონკურსი პირველად ცხადდება და ძალიან მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა ეძლევა ნებისმიერი პროფესიის წარმომადგენელს, ნებისმიერი ასაკის წარმომადგენელს შემოიტანოს სააპლიკაციო ფორმა, რომელსაც განიხილავს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ჟიური.